ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული შეხვედრა იმართება თბილისში. ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს დილით გახსნა. შეხვედრაზე მხარეებმა ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. შეხვედრას ჯგუფის წევრი ქვეყნების სამთავრობო და კერძო სტრუქტურების მაღალი რანგის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. 27 აგვისტოს კი ღონისძიების მონაწილეები კახეთში ღვინის ქარხნებს ეწვევიან. შეგახსენებთ, საქართველოს ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა მიმდინარე წლის აპრილში 1 წლით გახდა. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი სახელმწიფო და არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანიც ორგანიზაციის წევრებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ეს არის წლიური შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართა მსოფლიო ღვინით ვაჭრობის ჯგუფისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოდგენილია ისეთი ქვეყნები, სადაც ჩვენ სერიოზულად ვზრუნავთ იმაზე, რომ ახალი ბაზრები გაიხსნას, გაძლიერდეს ჩვენი წარმომადგენლობა და გაიზარდოს ექსპორტი, მათ შორის არის ჩინეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა. ეს არის უნიკალური გაერთიანება, რომელიც იძლევა საშუალებას მჭიდროდ თანამშრომლ ხელისუფლებამ და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა იმისთვის, რომ ღვინის საერთაშორისო ვაჭრობა განვითარდეს. საქართველოს ლიდერია ღვინის ხარისხის გაუმჯობესების საკითხში. ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ საქართველოსგან.